ვაიმე? ვაიმე. არა, ზვია, შენი ბედნიერება ჩვენ რო გაგვიხარდება, ხო იცი? ვიცი. უბრალოდ ცოტა ხანი ცეხში ვეღარ ვიქნები. ხო. არა უშავს. მე ვიმუშავებ ხოლმე მარტო და მე გასპერა შემიმოწმებს ხოლმე რა. ხო, აბა რას ვიზამ, კაცო? მოვალ, მოგეხმარები. ზუსტად ვიზამთ რაღაცას რა. აბა ეხა ეს პარიზიდან რო ჩამოვეხეთ ცეხში მომსვლელია, როგორ ფიქრობ შენ? არა მგონი. სამსახურიდან წასვლას არ ვაპირებ. თან ხო იცით, თქვენთან მეგობრობა მირჩევნია ყველა მაგარ ადგილს. ვაიმე, ამიჩუყდა გული. საჩუქრებსაც ჩამოგიტანთ. ძმებობა. აქ თქვენი თანდასწრებით რო არ ვიტირო. ოფისში ავალ, რაღაცა საქმეები მაქვს და ჩემთვის ვიქვითინებ რა. კაი? შეგიძლია საქმეს. მოგზანდით. უი, დაჯიქ. აუ რა კარგია ისე ვაყურხარ ანავის. ხო რაღაცა ბოლო ფაილები მქონდა გადასახადი და შემოვჭი საკონფერენციაში. ბატონო გიგაქცირება? კი, ყველაფერი კარგად არის. აი ბატონ კონსტანტინესთან დაკავშირებით მინდოდა მეთხოვა რა. მოხდა რა, მე მგონი ყოველ საბუთი წესი. კი, უბრალოდ ამიწვევდი და ერთადერთი აი აქ აი ამ საბუთზე რეფერენსზე ენახე. და მინდოდა მეთხოვა იქნებ მიხე. უი, ვაიმე გამორჩა. ძალიან დიდი ბოდიში. არა უშავს, თავარებ მომოსო. კი, მოვაგვარებ ყოველთვის. კარგი, აქ ასაშქარო არის, მაგრამ ხოლისთვის თუ მოვაგვარებ ძალიან კარგი. რა თქმა უნდა. მომიცით? კარგი, დრო. ხვალმზად იქნება, მადლობა. კარგი. დაფიქრე. რანაირად გამოგრჩა. ისვეთ? ბატონო კონსტანტინე, გამარჯობა. ანა ვარ, მე ბანკიდან გიკავშირდებით, გახსოვართ? გამარჯობა, ანა. რიგზია ყველაფერი? არა მგონი ესე გახსენებოდი. კი, ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ პირველ რიგში ბოდიში რო არასამუშაო დროს გირეკავთ და უბრალოდ ერთი საბუთი გვაქვს, რომელზეც თქვენი ხელმოწერა საჭირო და იქნებ ხვალ რამე დრო შემოიაროთ. დიდი სიამოვნებით მოვიდოდი, მაგრამ მთელი დღე უწყვეტად მაქვს შეხვედრები და ვერანაირად ვერ გამოვალ. მესმის, დიახ, უბრალოდ აუცილებლად არის თქვენი ფიზიკური ხელმოწერა საჭირო, თორე არ შეგაწუხებდით, ხვალ უნდა მოვასწროთ. ანა, თუ ეგრეა, მე მძღოლს გამოუშვებ. უცბად წამოგიღოს საბუთები და მე უკან მიგიღოს. იცით რა, მიჩვენია სამუშაო სივრცე არ დავტოვო და მეგონა სასწრაფო იყო. კი, არა, კარგით, არ არის პრობლემა, არ დამჭირდება მანქანა, მისამართით ჩამიგდეთ და მე თვითონ მოვალ. ძალიან კარგი. ოღონდ კოტე დამიცახე. კარგი, დროებით. უი, დედა, სახში ხარ? ო, მეც ახლა მოვედი. კაი რომ დამხვდი. თუ ეგრე გიხარია, ჩემი სახლში ყოფნა საერთოდ არ გავალ გარეთ. აუ, რა კაი სუნია. გოგრის კრემ სუპი გავაკეთე, გინდა? ეხლა არ მიენა ჭამქარ. მე საღამოს გასწორებს. ზაჭამე. მე დალიზე ვიყავით რაღაც კაფეში. შენ დალიზე ამ ბოლო დროს ბევრ დროს ატარებთ ერთად. როდის არ ვატარებდით ბევრ დროს ერთად? რავი განსაკუთრებული ხდება, ისეთ კარგ ხასიათზე ხარ. მითხარი, მეც გამიხარდება. იქ ხო, გამაგებინე, რატო უნდა ვიყო ცუთხასიათზე? მართალი ხარ. ნასვამი ხო არა ხარ? დედა, ხო იცი, რომ მე ან ხილის ჩაის ვსვავ, ან წყალს. და ეგეც ხანდახან. ესე იგი არაფერი კარგი არ გინდა რომ მითხრა? რისი მოსმენა გინდა შენ? იქნებ ხდება რამე განსაკუთრებული და მე არ ვიცი. არაფერი არ ხდება. და თუ მოხდება მომიყვები? თუ მოხდება მოგიყვები. თუ მოგშივდება გოგრის კრემსუპი მზად არის. მადლობა. ეს ჩაი გახსოვს?
ველური ალუბალი. ხო. პირველად შენ გამასინჯა გახსოვს? არა, მაგრამ ალბათ ეგრე იქნებოდა. კობა, მე თვითონაც ხვდები და გძნობა მოხერხულობას ჩვენ შორის. არ ვიცი, უბრალოდ ცოტა ბნეული ვარ და არეული და არ ვიცი რა ვთქვა. ერთს გითხრა. ეს ყველაფერი მე მოვიგონე თითქოს რაღაც არსებობს ჩვენ შორის. არა, უბრალოდ მანამდე არ ქონია გაანალიზებული ეს, რომ თითქოს რამე გრძნობა მქონდეს შენს მიმართ. ყველაფერი ისე უცებ მოხდა. შენთვის შეიძლება მოულოდნელი იყო. მაგრამ მე წლები აღამჯეროდა ამ აზრის. რა აზრის? მარიამს არასდროს უთქვამს რა მოხდა ჩვენ შორის. რამდენჯერაც ვკითხე და ჯერ მთხოვარ რომ ამ თემაზე არ გველაპარაკა. შენ კითხვები არ გაგიჩნდა? მაგრამ მარიამთან ისე არა როგორც შენთან. შენ ისევე იყავი ჩემი მეგობარიც როგორც მარიამის. და ისე წახვედი და გაქრი ჩვენი ცხოვრებიდან რომ არაფრის ახსნა არ გიცდია. ცად. არ ვიცი რა ცადე, მაგრამ მაშინ კასპერა ერთი წლით იყო პრაღაში წასული. მე კიდე შენ გარდა აქ მეგობარი არავინ მყავდა. როცა კოლეჯში ჩავაბარე, უნივერსიტეტი უკვე დამთავრებული მქონდა. უბრალოდ დაკარგული ვიყავი და რაღაც ახალი მინდოდა მეცოდა. მახსოვს რა ამბობდი ხოლმე. კოლეჯში ჩემი თავი არ მიპოვია. ვერაფრით ვინტერესდებოდი. სანამ შენ არ გამოჩნდი. და როცა დავახლოვდით, პირველად სწორედ მაშინ გავიაზრე, რომ შენ და მე არა მეგობრულ გზნობას განვიცდით. დიდი ხანი ვცდილობდი ჩემ თავთან ეს მეღიარებინა. და სწორედ ჭიდილში საკუთარ თავთან სრულიად გამომრჩა შენი ცვლილება მას შემდეგ, რაც მარიამი გაიცანა. როცა ჩემთან სახლში მოსულმა მარიამი დაინახე და მითხარი რომ უკვე იცნობდი და მის დამიგრძნობა ქონდა, ჩემთვის სრულიად შოკი იყო. მარიამისგან ვიცოდი რომ ვიღაც ყავდა, მაგრამ არ ვიცოდი ეს ვიღაც თუ შენ იყო. და მას შემდეგ ვცდილობდი რომ ნაკლებად მინახეთ. ნაკლებად მეკონტაქტა თქვენთან. და სწორედ ამიტომ დაუბრუნდი ძველ პროფესიას და დავიწყე სამსახური. და მარიამმა გაიგო, ხო? იმ საღამოს, როცა მარიამს ხელი თხოვე, ჩემთან ამოვიდა, რომ ეს ამბავი ეხარებინა. მე კი სუნთქვა შემეკვრა. და პირველად სწორედ მაშინ თან მის თვალწინ დამემართა პანიკური შეტევა. როცა დამაწყნარა ყველაფერი მოუყე. გაბრაზდა? კი. მაგრამ იმაზე არა რომ შენ და მე რაღაცას გვცნობდი. იმაზე მაქამდე არ ვუთხარ. და ამიტომ გაწყვიტა შენთან ურთიერთობა. მე გავწყვიტე. მარიამ მთელი ბავშვობა მიცავდა ყველასგან. ეკასგან და ანასგანაც კი. მე ვიცოდი შენთან არ იქნებოდა, მე თუ ცუდად ვიქნებოდი. ამიტომ გრძელი მესიჯი მივწერე და ურთიერთობა გავწყვიტე. მერჩინო მე უყოფილიყავი ცუდად, ვიდრე თქვენთვის ხელი შემეშალა. კეთი, ახლა უფრო მეტი კითხვები გამეჩნდა, ვიდრე პასუხები მიყავს. ვიცდები ყოველს უპასუხო. Traveling alone in an empty carriage, thinking of you, thinking of me.
Every hour is an age without her. Every mile just takes me further away from you, away from me. But still my heart won't leave me be, won't give me time to think. Can you feel that calm as we start to breathe? It'll be easy now, you're alone. ყველაფერი ამ კონვერტშია. Easy now. შესაბამისად ჩემი საქმეს დამთავრდა. აუ რა წერია შიგნით? შეგიძლია წაიკითხო. გთხოვ. თუ შეგიძლია წამიკითხე რა. მაგის წაკითხვის თავი არ მაქვს. ან ორი სიტყვით მითხარ. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 1988 წლის 3 მაისს თბილისის სამშობიაროში დაიბადა ბიჭი, ლევან შენგელია. ბებიის ამ შემთხვევაში მამის, დედის სამშობიაროს ხელმძღვანელთან შეთანხმების საფუძველზე დაბადებიდან მესამე დღეს მშობლებს უთხრეს, რომ ახალშობილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა. თუმცა ცხედარი არ გაატანეს. უცნობია ბებიის მოტივი. მაგრამ მშობიარობიდან ერთი თვის შემდეგ ბიჭი გაშვივდა. რაშიც როგორც სამშობიაროს თანამშრომლებმა, ისე ბავშვის ბებიამ ფულადი ანაზღაურება აიღეს. ლევან შენგელია, შენი ნამდვილი სახელი და გვარია. ახლა ყველაფერი იცი და თუ როგორ მოიქცევი შენზეა დამოკიდებული. ყველა დამადასტურებელი საბუთი ამ კონვერტშია. Light the fire and wait here alone. Empty house, empty home. Stranger sounds bounce down the hall. The pain is peeling from the walls. Male, male, خوامیتی رو